საქართველოს ეროვნული ჰიმნის დასრულების შემდეგ, რომელსაც სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ასრულებდა, ბათუმის ახალ ბულვარში შეკრებულ პოლიციელებს ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სიტყვით მიმართა. პროფესიული დღის მილოცვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცველებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა და მიუხედავად იმისა, რომ ცაში არ გამოჩნდა, გამოჩნდა აქ ბათუმის ახალ ბულვარზე, გააკეთეთ თქვენი კოლონებით, თქვენი აქ ყოფნით გააცბეთ აქაურობა, ისევე როგორც თქვენი ყოფნით, თქვენი მუშაობით, თქვენი არსებობით უკვე რამდენიმე წელიწადია ასხივებთ საქართველოსთვის, გამოსცემთ სითბოს საქართველოსთვის და კაშკაშა სინათლეს გადაცემთ რეგიონის ბევრ ქვეყანას და გაზვიადების გარეშე მთელ მსოფლიოს. იმიტომ რომ თუ დღეს საქართველოს ძალიან ბევრი ხალხი შენატრის ჩვენ გარშემო, თუ დღეს საქართველოს გარშემო შეიქმნა ეს იდეა, ეს მე არ მინდა თქვა მითი, იმიტომ რომ ეს რეალობაა, მაგრამ ამდენი საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველოს შეძლო პრაქტიკულად შეუძლებელი ამ ღვთისგან მიტოვებულ პოსტსაბჭოთა სივრცეზე შექმნა თანამედროვე სახელმწიფოს მყარი საფუძველი, ეს პირველ რიგში არის თქვენი დამსახურება. მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლაში აქცენტი პოლიციის რეფორმაზე გააკეთა. 2004 წლიდან სისტემის სრული მოდერნიზაცია და ცვლილებები განხორციელდა. პრეზიდენტმა ბათუმში პარალელები საბჭოთა მილიციასა და 21 საუკუნის პოლიციას შორის გაავლო და განაცხადა, რომ თანამედროვე პოლიცია მხოლოდ ხალხს ეკუთვნის. თავარი განსხვავება, ჩემო მეგობრებო, არის ის, რომ წინა პოლიცია თვლიდა, საბჭოთა მილიცია თვლიდა, რომ ხალხი იყო მისი საკუთრება, ხალხი იყო დამცირების, გამოძალვის, წამების, მისი სახურის ობიექტი და დღევანდელი პოლიცია თვლის, რომ ის ეკუთვნის ხალხს, ის წარმოადგენს ხალხს, ის იცავს ხალხს, ის ემსახურება ხალხს და ამიტომ ხალხი პასუხობს ყველაფერს ამას სიყვარულით. თქვენ ამას გრძნობთ, თქვენ სამსახურში, თქვენ ამას გრძნობთ და თქვენი ოჯახის წევრები გრძნობენ ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ დღევანდელ პოლიციელებს საზოგადოება ეკიდება მოწიწებით, სიყვარულით, როგორც თავის და სამშობლოს დამცველებს. კორუფციის აღმოფხვრა პოლიციაში, ორგანიზებული დანაშაულის მოსვობა, ქუჩის მენტალიტეტის არარსებობა და კრიმინოგენური მდგომარეობის გამოსწორება ქვეყანაში. ეს მცირე ჩამონათვალია იმ შედეგებისა, რომელიც პოლიციას ბოლო 8 წლის განმავლობაში აქვს. მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს პოლიციელების მუშაობაც გაიხსენა. ჩვენი პოლიციის წარმატება ნამდვილად სახეზეა. საქართველოს არის სოფლიოს პირველი მებრძოლი კორუფციასთან ყველანაირი საერთაშორისო ობიექტური ორგანიზაციების დასკვნით. დღეს ქართულ სახელმწიფოს პირველ რიგში ებრძვის ის, ვისაც უნდა კორუფციის და კრიმინალური და ორგანიზებული დანაშაულის დაბრუნება საქართველოში. დღეს ებრძვის ის, ვის ვერ შეეგუა იმას, რომ მარტო მათ ჰქონდათ პრივილეგიები, მარტო ისინი დადიოდნენ კარგი მანქანებით, მარტო მათ ჰქონდათ დენის სახში, იმიტომ რომ გენერატორები ედგათ, მარტო მათი შვილები სწავლობდნენ კარგ სასწავლებლებში. დღეს პირველ რიგში გებრძვით ის, ვინც ვერ აიტანა, რომ საქართველოში დღეს კარიერა კეთდება არა ნაცნობობით, მეგობრობით, ნათესაობით, გთამებით, არამედ იმითი, რომ უანგაროდ ემსახურო თავის სამშობლოს, ემსახურო შენ მოქალაქეებს და ემსახურო საქართველოს მომავალს. დღეს თქვენ საქართველოს სახელმწიფოს ებრძვის ორგანიზებული დანაშაული, რომელიც განიდევნა სახელმწიფოდან. ჩვენ მოახერხეთ ორგანიზებული დანაშაულის აღმოფხვრა ჩვენს ქუჩებში. ჩვენ მოახერხეთ მაფიის განდევნა ჩვენი ციხეებიდან, უბრალოდ მისი პოზიციების მოსპობა და შევიწროება. ჩვენ მოახერხეთ ორგანიზებული დანაშაულის, ქუჩის მენტალიტეტის, ხულიგნობის, შაური გაგების განდევნა საქართველოს სკოლებიდან. დააკვირდით, რაზე მიდის დღეს ყველაზე მეტი შეტევა? მიდის შეტევა ჩვენს პოლიციაზე, მიდის შეტევა ჩვენს მანდატურებზე, მიდის შეტევა ჩვენს პენიტენციურ რეფორმაზე. იმიტომ რომ ყველაფერი ეს განასახიერებს ახალ საქართველოს და შეტევა მიდის საქართველოს სახელმწიფოებრიობის და საქართველოს მომავლის იდეაზე.
იმიტომ რომ ჩვენ მტერს ყველაზე უფრო საშინელ სიზმრებშიც ვერ წარმოედგინა, რომ ამ ადგილზე ქართველები როდესმე შეძლებდნენ ერთმანეთთან შეთანხმებას, ვერ წარმოედგინა, რომ ქართველები როდესმე შეძლებდნენ ისეთი რამის შექმნას, რომ ჩვენ რაღაც ჩამორჩენილი მაჩანჩალა დანამატი კი არ ვიქნებოდით იმპერიული სივრცის, არამედ ყველგან დაწყებული ყოფილი იმპერიის ჩაგრული ქვეყნებიდან და დამთავრებული თვითონ ამ იმპერიის დედაქალაქით ყველანი ლაპარაკებდნენ საქართველოს რეფორმებზე და საქართველოს წარმატებებზე, რომ ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ნავთობი და გაზი, შეძლო აი ესეთი ქალაქის აშენება, თუნდაც როგორც არის ბათუმი. და ქმნის კიდევ სხვა ქალაქებს და სოფლებს, რომ ქვეყანამ შექმნა თავის თავდაცვის პოტენციალის გაძლიერება, რომ ქვეყანამ გადაიტანა ყველაფერი. ეკონომიკური ემბარგო, ენერგეტიკული ემბარგო, ყველანაირი პროვოკაციები და ბოლოს სოფლიოს ყველაზე თავზე ხელაღებული და ყველაზე დიდი სახელმწიფოს თავდასხმა. და მაინც არ გაწყდა წელში. მე არასდროს დამავიწყდება, როდესაც მოვდიოდი დასავლეთ საქართველოდან, სადაც შემოვიდა მაშინ რამდენიმე ასეული რუსული ჯავშან ტექნიკა, მოდიოდი გზაზე, რომელსაც მოვყავდით დედაქალაქისკენ, ეს გზა ინტენსიურად იბომბებოდა მტრის მიერ, იყო საცობები შექმნილი გზაზე, მე ვიყავი ერთ-ერთი ჩვეულებრივ მანქანაში, ერთ-ერთი ჩვეულებრივ გზავრად, როგორც ხვები, ხალხი მოდიოდა ზღვიდან, მოიჩქაროდა უკან სახლისკენ და მე არასდროს არ დამავიწყდება აი ამ ყველაფერ ორონტრიალში, ბომბების ქვეშ, წელში გამართული, გაღიმებული პოლიციელები, რომელიც არეგულირებდნენ მოძრაობის წესებს და არეგულირებდნენ მოძრაობას რიქოთის უღელტეხილზე. მე არ დამავიწყდება ისიც, რომ როდესაც თბილისიც იბომბებოდა მათ შორის, ბევრი თქვენგანი დადიოდა სახლებში გაღიმებული სახით და ხალხთან მიქონდა ჯარიმები, რომელთაც ისინი სიამოვნებით იხდიდნენ, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი გზავნილი. ქართული სახელმწიფო არსებობს, ქართული სახელმწიფო იცის რას აკეთებს და მე მახსოვს ერთ-ერთ ჩემ ნაცვლთან მისული ასეთი პოლიცია, რომელიც გაუღიმა და უთხრა, მოვედი ჯარიმის გამოსაწერად, მოსატანად, მაგრამ სინამდვილეში მოვედი იმისათვის, რომ გითხრათ, ყველაფერი კარგად იქნება, ქართული სახელმწიფო გადარჩება და ჩვენ აუცილებლად შევინარჩუნებთ ჩვენს თავისუფლებას. მიხეილ სააკაშვილის გარდა პოლიციის დღისადმი მიზღვნილ ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. სტუმრების ტრიბუნასთან შარშენდელისგან განსხვავებით წელს მხოლოდ განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა გაიარეს. ისინი 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ ოკუპირებულ სოფლებთან მორიგეობენ და ქართული მოსახლეობის უსაფრთხოებას იცავენ. პოლიციის დღეს ბათუმის ახალ ბულვარში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი გამოვიდა. დანაყოფები ერთმანეთისგან ახალი ფორმებით გამოირჩეოდნენ. ქართული პოლიციის დღე თანამშრომლებს ვანო მერაბიშვილმა და მისმა ლიტველმა კოლეგამ მიულოცეს. მე მგონი იყო ძალიან კარგი, ძალიან ორიგინალური, არ გავს ტიპებს სამხედრო პოლიციურ აღლუმებს, ეს არის ლამაზი, საჩუქარი, იყო ეს ამინდი რომ წვნიანი იყო, მაგრამ ბათუმის წვნიანი ჩვეულებრივი ამინდია და ძალიან მიხარია რომ დღეს ბევრი ამოდი 1000 ადამიანი შეიკრიბა დღეს ბათუმში. საქართველოში ამ დღეს არაჩვეულებრივად აღნიშნავენ. დღევანდელ დღეს ლიტვის პოლიციის სახელით ულოცავ ქართულ პოლიციელებს და ქართულ ხალხს წარმატებას უსურვებ. რეფორმები ნამდვილად შთამბეჭდავია, რადგან მოკლე დროში უამრავი რამ გაკეთდა. წელს პოლიციის ღონისძიებაზე პირველად გამოჩნდა სანაპირო დაცვის კატარღები. თანამედროვე სხვადასხვა ტიპის კატარღებმა ბათუმის პორტის აკვატორიაში რამდენიმე მანევრი გააკეთეს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს საზღვაო საზღვრის დაცვის ფუნქცია თავის თავზე სწორედ სანაპირო დაცვა მოიღო. სწორედ ამ კატარღების საშუალებით აკავებენ სანაპირო დაცვის თანამშრომლები უკანონო ტვირთებს და ხომალდებს, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში შეღწევას ცდილობენ. ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან ცვლილებები განიცადა და მინდა გითხრათ, რომ შავი ზღვის აკვატორიაში არ არის ადგილი, სადაც არის რაიმე შავი ზღვები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მხოლოდ ერთი ტიპის ჯავშა მანქანა თურქული წარმოების კობრა გამოიყვანა. ამ მანქანებმა პირველი საბრძოლო ნათლობა რუსეთის აგრესიის დროს მიიღეს. რის შემდეგაც მან პოპულარობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოიპოვა. კობრებთან ერთად ბათუმის ბულვარში საპატრულო და პიკაპის ტიპის მანქანებიც გამოვიდნენ. პოლიციის საჩვენებელი ღონისძიების ბოლოს პოლიციის საბავშვო ჰიმნი შესრულდა.